დღეს ბიზნესმენები ისეთვე საშიშები არიან, როგორც ეს ყაჩაღები. კარი, თავია კარი შიგნიდან იკეთებოდეს. ვესაურზაური და ჩემი შაკიკი ერთად ყოვლად გაუსაძმოს. მიშე, გთხოვთ რამენაირად უზრუნველყავით, რომ აი მსგავსი ხმაურიანი ადამიანები ჩემს კუთხესთან ახლოსაც კი არა. დიახ, ქალბატონო. ქვანახშირისა და თამბაქოს იაფასიანი სუნი. მატარებელი ყოველთვის მახსენებს, რომ სამყარო მიგარული გახდა. ჰილდეგარდა, დიახ, თქვენ ვაღმატებულება. მიეცი მას ჩემი საბუთები და უთხარი საწოლფე შეაწყონ. არ მიყვარს, როცა ვიღაც ზედმეტად ეხება ჩემს ნივთებს. ქალბატონო დრაგომიროვა, ჩვენთვის დიდი პატივია. თქვენი კუპე საუკეთესოა ამ ვაგონში. დიდი იმედი მაქვს. ჩვენს ვაგონს ერთი მეტად საპატიო და უგეგმავი მგზავრი შემოუერთდა. გაუგეგმავი მგზავრი? ეს ხომ პირველი კლასის ვაგონია. აქ ადგილები თვეებით ადრე იჯავშნება. დიახ, მადამ, მაგრამ დირექციის ბრძანებით ბოლო თავისუფალი კუპე დაეთმო ბატონ ერკიულ პუაროს, ცნობილ დეტექტივს. ვაიმე! უკვე მატარებელს. დეტექტივი? რა საინტერესოა? ის ალბათ დასასვენებლად მიემგზავრა. ჰილდეგარდა, რა უმაქნისი ხარ? ვაიმე, თავი! მე ყველაფერი უცვლელი რჩება. წინ ევროპისკენ. ჩვენ მზად ვართ. ფანჯარა ოდნავია იყო. თოვლი შემოდიოდა კუპეში, მაგრამ გარეთ თოვლზე არც ერთ ნაკვანები არა. ბუნებრივია მკვლელი გარეთ ვერ გადახტებოდა ისე, რომ კვალი არ დაეტოვებინა. ესე იგი, ყველი ფანჯრიდან არ გასულა. ფანჯარა უბრალოდ ილუზია. მატარებელი თოვლში გაიჭედა ღამის პირველ საათს. გარედან ვერავინ შემოვიდა. ყველი ამ ვაგონშია, პიერ. ის ჩვენთან ერთად სუნთქავს ამ ჰაერს. ის ჩვენთან ერთად სუნთქავს ამ ჰაერს. ბატონო პუარო, რა ხდება? რატომ დარბიან დერეფანში? ბატონი რაჩეტი? ბატონი რაჩეტი მოკლული ის მოკლეს. მაინც მიაგნეს. მან იცოდა. იცოდა რომ ეს მოხდება. და რა იცოდა? ან ელოდა ვინმეს გასაფრთხეს. მე არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ბოლო დროს მუქარის წერილებს იღებდა. ერთ-ერთი წერილი გუშინ საღამოს დავინახე. ნახევრად დამწვარი იყო, მაგრამ გავარჩიე სიტყვები. ეწერა შენ სინდისზე ამსტრონგების სისხლია და ამას ვერ მოიშვა. ამსტრონგების? თქვენ თქვით ამსტრონგების? დიახ, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს მის მაფრინდო. ის კაცი არ იყო რაჩეტი. ის იყო კასეტი. ნაძირავა.
რომელმაც 5 წლის წინ ამერიკიდან შეძრა მთელი მსოფლიო. მან გაიტაცა 3 წლის დეიზი არმსტრონგი. ოჯახმა უზარმაზარი გამოსასყიდი გადაიხადა, მაგრამ მან ბავშვი მაინც მოკლა. ამ ტრაგედიას გადაყვა არმსტრონგების მთელი ოჯახი, დედა სონია არმსტრონგი, მამა პოლკოვნიკმა არმსტრონგმა თავი მოიგო. ყველაფერი ფრანგ მოახლეს ბრალდებოდა, მაგრამ მანას თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. კასეტი დააკავეს, მაგრამ მილიონებით კორუმპირებული ადვოკატებით მან მოახერხა კანონის ხელიდან გაღწევა. შეიცვალა სახელი მისმა, შეიცვალა გვარი და დატოვა ამერიკა. ღმერთო ჩემო, მე მუშაობდი მონსტრისთვის. მამაჩემი პროკურორად მუშაობდა ამ საქმეზე. ის გაგიჟებას იყო, როცა კასეტი გაამართლეს. თქვენ ეს არ იცოდით? არ გიჩვიათ ის კაცი, რომელმაც მამა თქვენის ცხოვრების მთავარი საქმე გაანადგურა? არა, მე ის არასდროს მინახავ სახლოზე ფოტოდან. თქვენ გონიათ, რომ მე მოვკალი? პიერ, მე ბევრი გვამი მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ ასეთი რამ არასდროს. ასეთი რა აღმოაჩინეთ ეკი? მისტერ პუარო, 8 ჭრილობა, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ კვლელობა, ეს ქაოსია. ზოგიერთი ჭრილობა იმდენად ღრმაა, რომ კერდის ძვალია ჩამწრეული. ზოგიერთი კი უბრალოდ ზედაპირული ნაკაწია. უკაცრავად ამის მოსმენა არ შემიძლია. მე დავტოვებთ ჩაის მივეთმევ ჩემს კუპეში. ექიმი, 8 ჭრილობა, სხვადასხვა სიმძლავრე და შიგნიდან ჩაკეტილი კარი. ეს ხომ აბსურდია. ვინ გააკეთებდა ამას? ისვით ვერ დაივიწყა არმსტრონგების ტრაგედია. პიერ, მომიყვანეთ აქ ყველა მგზავრი. უკლებ. მე დავიწყებ დაკითხვას და გარწმუნდით. დღეს ამ ვაგონში ბევრი ნიღაბი ჩამოიხსნა. დიახ, კარგი იქნება გავიგოთ მალე სიმართლე. ბატონო პუარო, კითხვები გაქვთ. სანდო არ გიპასუხოთ? ის მაქვს. სანამ თქვენს ბიოგრაფიას შევეხებოდით, ერთი მცირე დეტალი მინდა დაგიზუსტოთ. გუშინ ღამე იცით მე შევნიშნე, რომ კუპეში რაღაცას გამალებით წვავდით. ნაცარი ჯერ კიდევ თბილია. რასთან ადგურებით? მტკიცებულებას? ოჰ, მისტერ პუარო, თქვენგან არაფერი იმალება არა? ყველაფერი გიყვართ, რაც სიმართლეს გავს. ხო და აი სიმართლეც. მე მართლაც ვწვავდი რაღაცას, მაგრამ არა იმას, რაც თქვენ გგონიათ. აბა რას? უქარის წერილებს, რომელიც ბატონ რაჩეც მოსდიდოდა? არა, მე ფულს ვწვავდი. უფრო სწორად იმ ჩანაწერებს, სადაც ჩანს თუ როგორ ვყარავდი რაშეც ამ ფულს. ხომ გითხარით, მამაჩემი პროკურორი იყო ამ საქმეში და რაშეთმა მისი კარიერა დაამსხვრია. ხოდა მეც გადავწყვიტე მორალური კომპენსაცია ამეღო. მის ჯიბეს ყოველდღიურად ვცვლიდი. ის შესახებ სვენია. ვიფიქრე თუ ამ ფულს იპოვით, მაშინამ კვლელობის მოტივად ჩამითვლით. არა და პირიქითა, რაშეთი სიკვდილი ჩემთვის ყველაზე ნაკლებად იყო ხელსაყრელი. მკვდარს ხომ ვეღარაფერს მოყვარავ. მასთან ერთად ჩემი ოქროს საბადოც მოკვდა. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ბატონ რაჩეთამ მხოლოდ ფულის გამომუშავდა. არა მხოლოდ. ამერიკაში მშრალი კანონია. რაშეთან მუშაობის დროს დალევის უფლება მქონდა. იგი ამას არ მიშკიდა. ძალიან დამაჯერებელია მის მაქვს. გორდობა უფრო მსუბუქი დანაშაულია, ვიდრე მკვლელობა, რა. თქვენი აღიარება ერთი შეხედვით იდეალური ფარია. მაგრამ პროკურორის შვილმა ისიც უნდა იცოდეს, რომ ხშირად დანაშაული პატარა ცოდვას აღიარებს იმისთვის, რომ დიდი დანაშაული დაფაროს. ოჰ, რა ლამაზი საათი გაქვთ, მისტერ პუარო. მე ყველაფერი გითხარით და მხოლოდ სიმართლე. რაშეთი საშინელი კაცი იყო, მაგრამ მე მას არ მოვკლავდი. მე ხომ ყველაფერი მიყვარს, რაც კომფორტს ვიქნეს.
შეგიძლია წახვიდეთ მის მაქვით. ოღონდ გახსოვდეთ, მატარებელში ცეცხლთან თამაში ყოველთვის საფათოა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაცარი არმსტრონგების საქმის სუნად ყავს. მისტერ პუარო, ისე გავიდა მაქვინი, რომ არაფერი უკითხავს. ნუ თუ გამოგიტყვა. ნუ თუ ასე მალე იპოვეთ ის მკვლელი, რომელსაც 8 ჯერ არა უკანკალდა ხელი დანით დარტყმისას. მაგრამ რაღაც არ მგონია. მამამისი პროკურორი იყო და ის ასე დაუფიქრებლად არ მოიქცეოდა. მონსინიორ, თუ ის არის მკვლელი, შევატყობინოთ დირექციას. მგზავრები პანიკაში არიან. მათ პასუხი სჭირდებათ, რათა მშვიდად დაიზიდონ. შვიდად დაძინებო. და სასურველი ფუფუნება არაპირ. დიახ. განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეთ თოვლია და შიგნით რვაჭრილო. ექიმ, თქვენი ანატომიური დასკვნა მართლაც საინტერესოა. თქვენ ამბობთ, რომ არის რვაჭრილობა. სხვადასხვა სიმძლავრე თითქოს მკვლელი ყოველი დარტყმისას იცვლის და ხასიათს. დიახ, სწორედ ამიტომ გეკითხებით. ნუ თუ ამ მატარებლის მგზავრებიდან ვინმე შეძლებდა ასეთ სისასტიკეს? აქ ხომ მაღალი წრის საზოგადოებიდან არიან. თუ ის არ არის მკვლელი, აბა სხვა ვის შეძლებდა კარის შიგნიდან ჩაკეტვას და დანის 8 ჯერ დარტყმას? არა. მე ვხედავ საკმაოდ მისტერ ბეთენ. იცით, სანამ საქმეზე გადავიდოდეთ. ჩემმა მეგობარმა პიერ მიშელმა მთხოვა, რომ მგზავრების ლონდონის მისამართები გადავარდნო. რა? მე გთხოვეთ? დიახ, პიერ. კი, მე გთხოვ. თუ შეიძლება. აქ მივიწერეთ. თქვენი ზუსტი მისამართი. როგორი შესაშური კალიგრაფია. მე მასწავლებელი ვარ. და სხვებსაც ასწავლით ასე წერას, თუ მხოლოდ საკუთარ თავს აიძულებთ. აი ესე წერეთ. მე ვწერი ისე, რომ სხვამ შეძლოს გაგება მუსიე პუარო. სხვა რით შემიძლია დაგეხმაროთ? გითხარით მისდევენ. გუში როცა მატარებელი გაჩერდა. მეზობელი კუპე და რამე უცნაური ხმაური ხომ არ გაგიგო. მე მშვიდად მძინავს. იმიტომ რომ სინდისი 7 მაქვს მუსიე პუარო. თუ მისტერ რაჩეტს გულისხმობთ, მისი სიკვდილი ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. ისევე როგორც მისი სიცოცხლე. შეიძლება წავიდე. მისდევენ? შემდეგში უფრო ფრთხილად მუსიე პუარო. აქეთ არის კარი. აქეთ. დიახ. მონსინიორ, რატომ ჩაატარეთ ეს უცნაური ექსპერიმენტი ჯოხზე? მისი რეაქციაში ამოწმეთ? მართლაც, რატომ გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ჯოხი მარცხენა ხელით აიღო? ექიმ, აიხსენეთ თქვენი ანატომიური დასკვნა. თქვენ ამბობთ, რომ რვაჭრილობიდან ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე ღრმა ისეთი კუთხით არის მიყენებული, რომ განაბუნებრივია მემარჯვენე ადამიანის. მართალია. დარტყმის ტრაექტორია აჩვენებს, რომ მკვლელი მარცხენა ხელს იყენებდა. ესე იგი გამოდის მერიდებებია მკვლელი. ის ხომ ცაცია? პუარო, ჩვენის ვიპოვეთ. გამშვიდ. ესეთი დეტალი არ ცვლის ხელსურათს. ის დაბნეული ქალბატონია, მაგრამ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მკვლელია. შემდეგს დაუძახეთ. შემოიყვანე თავადის ქალი დრაგომირო და სკამი. აი ბალიში ხობოტო. ათასთვის მაპატიეთ ჩემი მოუქნელობა. როდესაც მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, წონასწორობა დავკარგე. აი ბალიში რომ არ გეტკიდო. საშინელებაა. ეს მატარებელი ერთი დიდი საყინულია. შალი მომაგდე. აი ხალბატონო, როგორც ისე, როგორც თქვენ. ნელა ნუნგუდა. ოჰ, როგორ წუხვა, რომ ესეთ პირობებში გიწევთ გზავრობ. თქვენნაირი დიდებული ქალბატონისთვის ეს ხომ ნამდვილი წამება. უფრო საკმარისია. გეყოს. თავი ამატკიე შენი წუწუნით. უკაცრავ. ვაიმე! ჰილდეგარდა. ღმერთო ჩემო, რა მოუქნელი ხარ. ნახე ჩემი თვისახოცი სადაგიგია. მე უნდა ვდიო ჩემ პირთან? უკაცრავ. თქვენ ადასტურებთ, რომ ეს თქვენი თვისაღოც. დიახ, ჩემია.
მაგრამ თქვენი სახელი ხომ ნატალია, მათ არანაირი ნუ არ არის. პიერ, საყვარელო, თქვენ ეთყობა რუსული ანბანი არ იცით. რუსული ასო ენ, ხომ ლათინურ ეიჯს შეესაბამება. მუსიე პუარო, აი, კირილიცით ამოქარგული. თავადის ქალი ნატალია დრაგამიროვა. რამ გაგაოცათ? გეგონა დავკარგე და ვეღარ ვიცნობდი? იცით, ეს ხვისახოც მე ვიპოვე. და იცით საათ? ოკლუს, ბატონი რაჩეტის კუპეში. და მერე? რატომ უნდა უარყო ის? რაც სიმართლეა. დიახ, ჩემი ხვისახოცია. მაგრამ თქვენ თუ იმაზე მიმანიშნეთ, რომ მე დანაავიღე და ის საშინელი კაცი ავკუწე, შიშობ იმედი უნდა გაგიცროთ. ანუ ადასტურებთ, რომ ეს თქვენი ხვისახოცია და იქ დატოვეთ. ოკლულის კუპეში. თუ მოტივი არ გქონდათ. თქვენ ხომ სონი არმსტრონგის ნათლია იყავით. მოტივი? სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ შემეძლო შიშველი ხელებით მომეგუნდა. მაგრამ ჩემი სხეული არ მაძლევს ამის საშუალებას. მუსიე პუარო, მე უკუთვნებელი სენი მაქვს. კიბო, რომელიც ყოველ დღე შიგნიდან მჭამს. იცით? როცა სიკვდილის მოლოდინში ხარ, ის მხოლოდ დიაგნოზი არ არის. ის შენი თანამგზავრი ხდება. მე ყოველდღიურად ვესალმებ იმას. მაგრამ ის საცოდავი კაცი რაჩეტი სიცოცხლეში უფრო საზარელი იყო, ვიდრე ახლა სისხლში ამოსვრილი. მე სიამოვნებით მოვკლავდი მას. მაგრამ დანის ასაღებად ძალა აღარ ყოფნის. დიახ ბატონებო, ეს არის ჩემი წყევლაც და ალიბიც. ხელი სუსტი, ნება ძლიერი. მაგრამ თქვენ ხომ მარტო არ მოგზაურობთ. იცით, ექიმის დასკვნით, რაჩეთ სიკვდილის წინ ძლიერი დამამშვიდებელი ბარბიტალი ჰქონდა მიღებული. მოივა. ვინ შეუტანა მას ეს სასმელი? სამართლიანობა მხოლოდ მდიდრებისთვის არსებობს. როცა არმსტრონგების ოჯახში ბავშვი გაიტაცებს, პოლიციას რაღაც სჭირდებოდა განსატევებელ მაცად. და ვინ იყო ყველაზე მარტივი სამიზნე თქვენი აზრით, მისტერ პუარო? რა თქმა უნდა, დედაჩემი. უბრალო, პატიოსანი ქალი, რომელმაც მთელი ცხოვრება სხვების მსახურებაში გაატარა. გაზეთების სათაურება და დამცირება მის მოკლა. იმ ნაძირავა რაშეტმა ჩემი ოჯახი გაანადგურა. და დიახ, მე ის დავაძინე. ეს იყო ყველაზე მშვიდი ძილი, რაც კი ოდესმე ვინმეს მის ნიჩუქებდა. სწორედ ამ დროს დამივარდა თქვენი ხვისახოცი ქალბატონი და ბოდიშს გიხდით ამისთვის. ახედო, რატომ აიღე და უკითხავად ჩემი ხვისახოცი? მაგრამ კაცი ბარბიტალისგან არ მომკვდარა. მე შევუტანე, მე მინდოდა რომ ის მომკვდარიყო. მინდოდა რომ პასუხი ეგო დედაჩემის სიკვდილისთვის. მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა. წავიდეთ ჰილდეგარდა. სათქმელი აღარ გვაქვს. ჩვენ ყველაფერი ვთქვით. მოიცა. ნახე რა ლამაზი თებშებია. ჩვენს კუპეში წამოიღე. შეიძლებოდა ეს ორივე პროექტი ყოფილიყო, მაგრამ არ გამოუწევს. თავადის ქალი დრაგომიროვა არ არსებობს ეს შეუძლებელი. მელიგონებას გიბინდავთ ექიმო, ის ხდით დაუცველს ბოროტების წინაშე. სანამ თქვენ აქამ საწამლავით სუსი იწამლავთ, ეშმაკი ჩვენს დერეფნებში დაცრწის. დალევა ცოდვა, ყველაფერი რაც სიფხიზლეს გართმევთ, ოჯახეთის მავალიცა. მადმუაზელ, დამშვი. ექიმი მხოლოდ ნერვებს იწვნარებს. საშინელი ღამი შევა. ღამე დიახ საშინელი იყო. მე მზად არ ვიყავი. მე ვლოცულობდი, მაგრამ ბოროტება მაინც შემოაღწია. ბატონო ერკიული, გუშინ ვიღაც იყო ჩემს კუპეში. ვიღაც იყო? დაწუნებული ხართ? დიახ, მე ვიგრძენი მისი სუნთქვა. ის სიბნელეში იდგა. გონი
ჩემი მოკლაუდო, ან იქნებ ჩემი შეურაცხყოფა. კაცები ცხოველები არიან, როცა დაუცველ ხალხს ხედავენ. მაგრამ მე ხელი წავა. მე მას ვებრუნდი. სიკვდილეში გაუჩინე. მაგრამ მან კვალი დატოვა. ხედავ, ბატონო. ეს მისი კვალი. ეს გამცილებლის ფორმის ღილია. დიახ, სიბინძურა ყველგან არის. თვით მათშიც კი, ვისაც ჩვენი დაცვა ევალებათ. პიერ, დიახ. ანუ გამოდის რომ მე მოვკალი? დიახ, გეთანხმებით რომ მე გამცილებლის ფორმის ღილია, მაგრამ აი ნახეთ, მე ყველა ადგილზეა. დარწმუნებული ხარ თუ ყველა ადგილზე? დიახ, ვიცავ, აი ნახეთ. ყველა აქა. მე გალბატონის კუპეში არც კი შევსულ ვარ. დერიღამე დერეფნის ბოლოში სკამზე ვიჭექი. დამშვიდი, პიერ, დამშვიდი, ვიხუბრე მეგობარ. ვიცი რომ ყველა ადგილზე. მაგმაზე. მე გუში იწვავდი. მე ყოველთვის ფხიზლად ვარ. ახლა მაინც. იცით რა არის დანაშაული? დანაშაული არ არის ის, რასაც ხელით ჩადიხარ. დანაშაული არის ის, რასაც ვერ აკეთებ, როცა უნდა გაგეკეთებინო. ერთხელ დიდი ხნის წინ მეძინა იმიტომ რომ დავლია. მხოლოდ ერთი ჭიქა. და სანამ მე მეძინა, ანგელოზი წაიყვანეს. მოკლედ ესა გალევა ცოდვა გესმით? თქვენი ტკივილი ასაგებია. მაგრამ ეს ღილი მაინც ბევრ ამისვს. ღილი მხოლოდ მივწია. თავარია სული, რომელიც ბოროტებითაა სავსე ნუსვამ ექიმო. არ იცით, როდის მოვა თქვენთან სიკვდილი და როგორ დაგწდებათ. ხიზელს თუ გონება დაბირდუს. არ დალიო! არ დალიო! ელი გითარი შენი თითქოს რაღაცეები ლაგდება. შევდეს და უკეთ. დიახ. ის ძვებში ატანს და ეს თავის ტკივილი ის არასდროს ჩერდება. მე უბრალოდ მინდა რომ დავიცი. მისიებო არა. რატომ მაწვავ? თუ შემიძლია რამე გაგეხმარ. ფორმალობაა, გრაფინია. მხოლოდ რამდენიმე შეკითხვა. თქვენ ამატარებელში არავის იცნობთ, არა? არავის. ამ მატარებელში ჩემთვის ნაცნობი მხოლოდ ჩემი ტკივილია. სხვანი ყველანი უბრალოდ ჩრდილები არიან. ჩრდილები, რომლებიც ხანდახან წარსული საჩრდილები ხდებიან. თქვენი პასპორტი თუ შეიძლება. დიახ. გაუჩნაური ლაქა. ის ზუსტად სახელის დასაწყისის პირველ ასოს ფარავს. იცით მე რომ წერალი ვიყო. თქვენ სახელს აუცილებლად H-ით დავიწყებთ. არდენ. კარგით რა მისი ერკიო. ეს ხომ უბრალოდ მელანი. მატარებლის რხევისას დამეს. მელანი თუ აკანკალებული ხელი, რომელიც ცდილობს დაგვაჯეროს, გრაფინი არდენი სინამდვილეში ჰელენა ჰარდენია, სონი არსტრონგის მეორე და. ვაი, ესე იგი ვიპო. მისია ხუარო. ძლივს ვიპოვე ვინმე, ვისაც ძალაუფლება აქვს. ისევ თქვენ, მე მისის ხაბარი ვარ.
აი მე არ მაინტერესებს და გთხოვთ ნუ მეხები. როგორიც სივია ეს ევროპული არისტოკრატია. და როგორი უტაქტო ეს ამერიკული უშუალო. მისია პუარო. გეყოთ ეს ჩაფიქრებული სახე ხო. როგორც ჩანს, სამატარებელში ყველა თქვენ არ ხართ დიდი დეტექტივი. გადავწყვიტე მეც მოვირგო ეს როლი. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ მე მხოლოდ ერთი ლამაზი, ექსცენტრიული ამერიკელი ქალბატონი ვარ. ეს რა თქმა უნდა ასე, თუმცა მე საზრიანიც ვარ ჩემო ძვირფას. მე ყოველთვის ახერხებდი ჩემს გაოცებას, მაგრამ რა მოხდა? გუშინ ღამით, როდესაც ის საშინელი ხმაური გასმა, მე დავინახე, რომ ვიღაც განუდა. მას ეცვა წითელი, კაშკაშა, ცეცხლისფერი ხალათი. ხო, ისე უარო. მე მრავალი ლამაზი ხალათი მივიღე, ზუსტად ასეთი. ზუსტად ასეთი არ მივიღე. ეს ყველი ხალათი. მე გაწუნებული ვარ, რომ ზუსტად ეს ხალათი მიგვაგრებს ჩვენი ნაძირალასთან. მაშ მოვძებნოთ. თქვენი სიტყვა კანონია. დავიწყოთ. აქ არ არის. ეს შეუძლებელია. ჩვენ ყველა კუთხე კუნჭული ვნახეთ ამ წყეულ მატარებელში. არა. ყველა არა. არ ჩაიდი ადგილი, რომელიც არ გვინახავს. სად? ადგილი, რომელიც ყველასთვის წმინდა. ჩემი საკუთარი ჩანთა. ო, მისია პუარო. თუ თქვენ ხართ ის, ვისაც ამდენ ხანს ვეძებთ. თუ ვინმე ისეთი თავხედია, რომ თვით დეტექტივის ჩანთაში ჩადო სამხილი. მონსინიორ, რა გამოდის, რომ თქვენ ხართ მრენი? არა პიერ. არა მადამ. ეს გენიალური სხვა. ყველმა იცოდა რომ დეტექტივი ერკიულ პუარო საკუთარ თავს არ გაჩნდა. რადგან ყველანი აქ ხართ, ყურადღებასაც მოვიხსენე. ეკი, რატომ არ ეწევით? გამითავდა. მატარებელში კი ვერ საქმედიდი. იცით? აი ეს თამბაქო. მოგლუს. ბატონი რაჩეტის კუპეში აღმოვაჩინა და მხოლოდ გონი თქვენ ეწევით. აი ამ ნაზავს. ოხ, ეს ალკლა. უცრობთ ეკი. უცრობთ. ჩვენ 3 საათი ერთად ვისხედით. თქვენ რომ ერთი ღერი თამბაქო მაინც ქონოდა დარჩენილი. აუცილებლად მოწევთ. კარგით. მე დღეს არ მომიწევია, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მე კაცი მოვყავი. იახო. ყვა მათემატიკა ზუსტი. მე უყურებდი. თქვენს ნიღბებს, თქვენს ტრემლებს, თქვენს ნიუტინტკიცებებს. არა. თავიდან, ვაღიარ, დავიდა. მე ვეძებდი ერთ მოტივს, ერთ სიმართლეს. მაგრამ სიმართლე ამ ატარებელს თოვლივით დაიფანტა. მერი დებერჰემ, რომელიც ასე ოსტატურად მალავდა თავის საციობას. დაკითხვისას ჩვეული რეაქცია გამოავლინო და ჩემი ხელჯოხი საკმაოდ მოქნილად მარჯვენა ხელით დაიჭირა. თავადის ქალი დრაგომიროვა, რომელიც თავისი სუსტი სხეულის მიღმა შურისძიების უდიდეს ნებას მალავდა. ის ხომ სონია არტროგის ნათლია. ჰილდეგარდა. სწორედ იმ ფრანგი მოახლის შვილია, რომელმაც თვითმყოფი დაასრულა ციციც. რომელსაც ყველაფერი დააბრალა. გრეტა, რელიგიური შვედი, რომელიც დალევას უდიდეს სოდვად მიიჩნევს. თვითონ რომ გამოგვიწვა დავით სოდვაში, რომ იმ საბედისწერო დღეს ტრალი შესაბამისად ვერც ვერაფერი გაიგო და ვერც ვერაფერს მოიმოქმედება. მის მაქვინზე ისედაც ყველაფერი ნათელია. პროკურორის ქალიშვილი. და ბოლოს ეკი. გადავამოწმეთ თქვენი სახელიც.
თქვენ არ ხართ უბრალო მგზავრი. თქვენ სწორედ არმსტრონგების ოჯახის ექიმი იყავთ. სწორედ ის, ვინც სონი არმსტრონგი ამშობიარა. ამ ყველაფრის შემდეგ მისი სიკვდილი აღწერა. თქვენი ტკივილი აქ ისეთივე დიდია, როგორიც სხვების. იცით? თქვენ ყველანი მატყუებთ და რაც უფრო მეც ტყუობთ, მით უფრო ნათელი ხდებოდა ერთი რამ, რომ თქვენ არ ხართ შემთხვევით მგზავრი. თქვენად ყველანი თქვენით იცნობთ და თქვენ ხართ ერთი დაჭრილი ოჯახის დამხროვები, ოჯახის, რომელიც არმსტრონგი თქვენზე ლეგენდები მართალი ყოფილა. თქვენ მართლაც ფარდა ახადეთ იმ სპექტაკლს, რომლის სულის ჩამდგმელები მედად შევიდა. ეს იდეა ჩვენს ტკივილში დაიბადა, მაგრამ ისე უარო. მე მინდა ერთი რამ გთხოვოთ. ამ ხალხს ძალიან უნდა სჭირთ. მათ ყოველთვის გააკეთეს, ვისი გაკეთებაც სამართალმა ვერ შეძლო. მან თავიანთი გულებიდან ამოიღეს ის შხამი, რომელიც რაჩეთ მამან ჩატოვა. 13 წელი და პატარა დეიზი დავხარ. 13 წელი მე და ლინდა უყურებდით თუ როგორ ტკბებოდა თავისუფლებითა და სხვისი სისხლით ნაშოვნი ფულით ეს არამზად. ჩვენ დავწერეთ ეს სცენა. ისე უარო. ეს ხალხი არაფერს შუაში არ არის. ჩვენ ფაქტობრივად ვაიძულეთ რომ ეს დანაშაული ჩავა. ჩვენ მზად ვართ პასუხი ვართ. მე როგორც მსახიობმა ეს როლი იდეალურად შევასრულე. შურისძიება დასრულებული. ეს არ იყო კვლევა, ეს იყო განწმე. ჩვენ ახლა შეგვიძლია თავისუფლად სუნთქვა. მისი ერგი. წავაყვანეთ პოლიციაში. ჩვენ გზად. ნუ სვენ თამათ მისია პუარო. ჩვენ ვიცოდით რაზეც ვიდიოდით. სამართლიანობა აღსრულდა. დანარჩენი მხოლოდ ფორმალობაა. დიახაც ფორმალობა. მეც დამატეთ ბორკილები. მეც ისეთივე სიამოვნება მივიღე რაჩეთის სიკვდილისგან, როგორც დედა. სამწუხაროდ მეც. სამწუხარო არაფერია. ძალიან კმა. მე ბედნიერიც კი ვარ. მოსინიორ და გამოდის რომ ესენი ყველანი ტყუილები არიან ჩვენს გარდა. დიახ. ასე. მატარებელი მალე დაიძრება. სადგურთან პოლიცია გველოდება. რა უნდა ვუთხრათ მათ? პოლიციას. ორიდან ერთ ვერსია შევთავაზე. პირველი ყველანი ვიღაც უცნობი გამცილებლის ფორმით ამოვიდა მაგოში. განაჩენი აღასრულა და სადღაც თოვლში უგზო-უკვლოდ გაუჩინეთ. და მეორე ისაც რეალურად იყო. 8 ადამიანის სისხლიანი შეთქმულება. მე სიმართლე დავადგინე. მაგრამ სამართალი ზოგჯერ კანონზე ბევრად მაღლა. მე პოლიციის პირველ ვერსიას მოვუყო. ყველი უცნობი. ყველი გაიქცა.喂, არასე. ის გაიქცა.